დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აგვესრულებინა სამთო ლიტურგია. ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. სულთმოფენობით და მეშვიდე კვირის საკითხავ წმინდა წერილის მონაკვეთში ეკლესია გვაჩვენებს გზას ქრისტესი და ამ გზაზე ადამიანების მდგომარეობას, რომელიც ბრმები არიან და დღეს ორი ბრმის განკურნება მოხდა, სადაც გამოჩნდა მათი ძალისხმევა ქრისტესთვის მიებაძა და ქრისტესთვის ედიათ, რომ იცოდეთ სახლიდან, როდესაც კაპერნაუმში მან განკურნა ასისთავის ქალიშვილი, იქიდან გამოსული საღამომდე დასდევდნენ ეს ორი ბრმა. წარმოიდგინეთ, იმ ქალაქიდან მოყოლებული საღამომდე დასდევდნენ ეს ორი ბრმა ადამიანი და იძახდნენ აი ამასო, იესო, ძეო დავითისო, შეგვიწყალენ ჩვენ. ანუ გამოიცდება ადამიანის ძალისხმევა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქრისტესთან ყოფნა და ქრისტეს გზაზე სიარული. რამდენად მონდომებულია ადამიანი იმისთვის, რომ ამ სულიერი სიბრმავისაგან განიკურნოს. და უფალიც აცდის ადამიანს ხშირად ამას. სხვადასხვანაირად. ზოგი ადამიანის გული ფართოდ იღება უფრო მოკლე დროში. ზოგი ადამიანის გული იმდენად არის გახევებული ამწუთი სოფლისეული სიბოროტით, ვნებებით და ცოდვებით, რომ მას ცოტა ხანგრძლივად ჭირდება ძალისხმევის გამოჩენა, რომ ღმერთი დაენახოს და გაეხსნას მას. ამის მერე ქრისტეს გზაზე, როდესაც მიდის, შეხვდება უკვე ადამიანი, რომელიც ვერ ლაპარაკობს. ყრუ და მუნჯი არის ადამიანი. და უფალი ასე აფასებს, რომ სიყრუე და სიმუნჯე მისი გამოწვეული არის შეპყრობილობით, რომელიც ადამიანს შინაგანად აქვს. სიყრუე ეს არის, როდესაც ადამიანს ღვთის სიტყვა არ ესმის, იმდენად საკუთარი გულის ყური აქვს დაკეტილი ადამიანს, რომ ღვთის სიმართლე და ღვთის ცნება არ ესმის ადამიანს. და ენით ვერ საუბარი ზუსტად არის ის, როდესაც ადამიანს თქმაც კი აღარ შეუძლია, რომ მიშველეთ, დამეხმარეთ, ცუდ მდგომარეობაში ვარ. ეს არის უკვე ამპარტავნების სული, რომელიც ადამიანში განმტკიცდება. აი მაშინ ადამიანს უკვე კარგი საქმისთვის, მისთვის სულიერი წინსვლისთვის, ქრისტესთან მისასვლელად ხმის ამოღების უფლებასაც კი აღარ აძლევს. და დღევანდელი სამყარო აი ამ სამივე მდგომარეობით არის, თუ გვინდა ვთქვა, და დღევანდელი ადამიანის მახასიათებლები სამივე არის. ჩვენ ბრმანი ვართ, როდესაც ვერ ვხედავთ ამ სამყაროს იქით საოცარ შემოქმედს, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. ჩვენ არა გვაქვს უნარი, ისეთი ბრმანი ვართ, რომ საკუთარი თავის დანახვით, საკუთარი თავის შემეცნებით რა საოცარი ქმნილება შექმნა ღმერთმა, ამ საკუთარი თავისუფალი ნების, სიყვარულის, ისე იგი უნარით, საკუთარი თავის სინდისიერებით, საკუთარი თავისა და მოქმედების შეფასების უნარით, რა საოცარი ქმნილება შექმნა თავის ხატად ღმერთმა. და ჩვენ არ შეგვიძლია, სიბრმავეა ჩვენი, რომ ჩვენ ვერ ვჭვრეთთ, არ შეგვიძლია დანახვა ღმერთისა, თუნდაც არა მხოლოდ მშვენიერების იქით, არამედ შემდეგ ტკივილისა და განსაცდელის იქითაც კი, აქ ხო საერთოდ უჭირს ადამიანს. ერთი მცირეოდენი ტკივილი, ერთი მცირეოდენი განსაცდელი, ერთი მცირეოდენი წარუმატებლობა, ერთი რაღაც ისეთი
როგორ ვთქვათ, თუ მძლავრი არის თან ისეთი განსაცდელი და ადამიანი დაბნეული, დამსხრეული, ისე იგი ნაწილ-ნაწილ არის დაშლილი და იმ შინაგან ერთობას, შინაგან ისე იგი ძლიერებას, რაზეც ფუნდამენტს, რაზეც ის უნდა აშენებდეს საკუთარ პიროვნების განვითარებას, აი ამას კარგავს ადამიანი. კი არ კარგავს. სამწუხაროა, მაგრამ არც კი გვაქვს. და გამომდინარე აქედან ადამიანი შემდეგ სიტყვის მიმართაც, როდესაც ადამიანს ეუნები რაღაცას, ამ ღვთის სიტყვის მიმართაც არის მისი გულისყური დაკეტილი არის. არ ესმის ადამიანს, რომ აი რამდენს ეუნები ადამიანს, აი რამდენჯერ გვითქვამს, რომ იქნებ გაიხედო, იქნებ აი ამ სამყაროს იქით, იქნებ იმ საკუთარი ტკივილისა, იქნებ საკუთარი წარმატებისა თუ ბედნიერებისა და სიხარულისა, იქნებ იმ სამყაროს სილამაზის იქით ღმერთი გაჭვრიტო, ეუნები რომ აი ამ სარკმელში გაიხედე, შეეცადე ამ კუთხითაც შეხედო სამყაროს შენ თავს, რომ ამ ყველაფერმა შინაგანი სიმყარე მოგიტანოს, მაგრამ ადამიანს როგორც ყოველთვის არის ურჩევნია იმ წუთიერი, ის წამიერი სიხარულის ბედნიერება, წარმატებაც, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც არის წარმავალი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ თუ კი ჩვენ ქრისტეს მივყვებით, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან გაყოლის შემთხვევაში არის, სადაც ქრისტე გაუვალ ადგილებს კვალავს. ქრისტესთვის ჩიხი არ არსებობს. და ეს გზა არა მხოლოდ წარმოიდგინოთ ჩვენი ცხოვრებისეული წინ მავალი გზა, არამედ საკუთარ გულში მოგზაურობის გზაც, საკუთარ ჯოჯოხეთში, საკუთარ ვნებებში, საკუთარ მიდრეკილებებში, განწყობებში, ცოდვებში, რომელიც ჩაკირული არის უკვე ჩვენს გულში, აი ქრისტესთან ერთად ამ გზის გავლაც, ანუ დამიჯერეთ ქრისტე გაუვალ ადგილებზე აკეთებს გზას და ყველაზე მთავარი გზა კი მისთვის ყველაზე მთავარი გზა და ამავე დროს დაუკვირდით ღმერთისთვის ყველაზე მთავარი გზა და ყველაზე ამავე დროს რთული გზა ეს არის ადამიანის გულის გზა. იმიტომ რომ ადამიანი მან ხატა შექმნა და ადამიანს შეუძლია გულის კარი დაუკეტოს თავის შემოქმედს, მიხვდით? და უფალს ერთადერთი რაც შეუძლია, მხოლოდ კაკუნი შეუძლია მხოლოდ ამ წუთის სოფლისეული, ხან სიხარულით, ხან ისეთ წარმატებას მოგცემს ღმერთი, ხან ისეთ სიხარულს მოიტანს, ისეთ ბედნიერებას მოგცემს ღმერთი, მაგრამ რად გინდა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე არის მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული, ამას მიიწერს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ეს ჩემი შრომის შედეგია. მე ესეთი ადამიანი რო ვარ, ეს ყველაფერი მეკუთვნის. შემდეგ როდესაც ადამიანს ეს ანუ ამ მეთოდით ასეთნაირად არ ესმის და ღმერთს ვერ უგებს, შემდეგ რაღაცა ეს კაკუნი ემსგავსება უკვე ტკივილს, ეს კაკუნი ემსგავსება განსაცდელს, ეს კაკუნი ემსგავსება რაღაცა გარკვეულ ჩიხს, აი რაღაცა ჩაიკეტები ადამიანი, იმიტომ რომ გამოსავალი აღარა გაქვს. ხვდები რომ გამოსავალი ამის იქით აღარ არის და ამ ჩიხში იქნებ მოინდომო აი ამ ქრისტესთან ერთად ამ უვალ გზაზე, ანუ ჩიხში, სადაც გზას ვერ ხედავ, მასთან ერთად გაიარო, მაგრამ აქაც ხშირად ადამიანი ბრმა, ყრუ და მუნჯი არის. იმიტომ რომ როგორც თქვით, გულში მიმავალი გზა, ჩვენი სამწუხაროდ, ჩვენი გული მინდა შეგახსენოთ, ბევრჯერ მithქვამს, გაიხსენეთ გენიალური დოსტოევსკის სიტყვები, რომ აქაო, ანუ ადამიანის გულშიო, გაჩაღებულიაო ბრძოლაო ბოროტსა და სიკეთეს შორისო და ბრძოლის ეს ველიო ადამიანის გული არისო. ანუ სამყაროში გაჩაღებულია ბოროტსა და კეთილ შორის ბრძოლა, ღმერთსა და ეშმაკ შორის ბრძოლაო და ეს ბრძოლის ველია ყველაზე მთავარი ველი. რისთვისაც ეს ბრძოლა ხდება, ეს არის ადამიანის გული. წარმოიდგინეთ, ღმერთი ჩვენს გამო იბრძვის. და ეს ბრძოლა არის მისი, როდესაც ის ხან ბედნიერებით, ხან სიკეთით, ხან სიხარულით, ხან აი იმის მიუხედავად, რომ ადამი რამდენს გვითქვამს, რომ უფალო, მე ამას არ ვიმსახურებდი, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, რატო ესე? ხანა ესეთი აღთოვანებით მოდის უფალი და თუ ამით დაინახავ მას, ხო კარგი, მადლობა ღმერთს და მის მსახურებას იწყებ. მაგრამ არ დაინახავ ამ გზას,
არ დაინახავ ამ მეთოდით, ამითი არ შეხედა ღმერთს, მერე მოდის ეს კაკუნი, ეს იგივე კაკუნია. წარმოიდგინეთ ადამიანი რო აგიკაკუნებდეთ კარებზე, მაგრამ არის რომ ეს კაკუნი ხან სტუმარი მოვიდა? ხო, სიხარულით არის ეს კაკუნი. მე მგონი სტუმარი მოვიდა. წავიდეთ, ხან გახარებს, მაგრამ დიდი ხანი რო აკაკუნებენ? რითი ვერ მორჩა? ხო? ვერ მიხვდა, რომ ან სახში არა ვარ, ან არ მინდა რომ გავიხედო და ასე შემდეგ, ღიზიანდები. ესეა ზუსტად, მაგრამ საქმე რა არის? მეზობელი შეიძლება გაჩერდეს. მეზობელი შეიძლება დაიღალოს. მეზობელმა შეიძლება რაღაცა გარკვეული მორალური პრინციპის გამო შეწყვიტოს შენ, ესე იგი, კარზე კაკუნი და წავიდეს. დანებდეს და წავიდეს, მაგრამ ღმერთი არასოდეს არ ნებდება მისი საყვარელი ქმნილებას, სანამ მის საყვარელ ქმნილებას არ აცხოვნებს. ეს არის მოსიყვარულე მამის ყველაზე საოცარი მოქმედება, რომელიც აქვს. ამიტომ ღმერთთან ერთად არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ამ გაუვალი, პირველ რიგში ჩვენი გულის გაუვალი ბილიკების გაკვალვა, რომ ჩავიდეთ იმ ადგილამდე, სადაც ღმერთთან ერთად ყოფნას განვიცდით და ამავე დროს ის გზა, რომელიც ამ წუთის სოფელში გვიდევს, რომლითაც ჩვენ ისტორიული გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ამ წუთის სოფელში, რომ შემდეგ მარადიულობაში გადავინაცვლოთ, იქაც როდესაც ჩიხური მდგომარეობა. ახლა არ მინდოდა მეხსენებინა, მაგრამ ისე უბრალოდ ვახსენებ ირიბად ვახსენებ ამას. იცით, ამ დღეების განმავლობაში გუშინ მივაბარეთ მიწას, დედაშვილი გარდაიცვალნენ ერთ დღეს, ოჯახი რომელიც იყო და ასე გარდაიცვალნენ, გუშინ რაღაც მივაბარეთ მიწას. ესეთი ტკივილი ხორთულია ეხლა, აბა წარმოიდგინეთ მისი დანატოვრისა, როგორ უნდა გაკვალოს ის ბილიკი. რა უნდა ქნას ამ ადამიანმა, ამ ადამიანისთვის მე ფიქრობ, რომ დაფიქრდება, ალბათ უკვე სხვა სამყაროში აღმოაჩენ საკუთარ თავს, დილით რო თვალს გააღვიძებ, გაახელ, შენ ხვდები, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობ. ის სამყარო, რომელიც შენი ჩვეული სამყარო იყო, არ არის. განა ის, რომ ვინმე ადამიანები არ არიან შენს გვერდით. არა, სამყაროა უკვე სულ გადასხვაფერებული და სულ სხვანაირი არის სამყარო. რა უნდა ქნა ამ დროს? რა უნდა გააკეთო ადამიანმა ამ დროს? და ამიტომაც გეუბნებით, რომ ერთადერთი გზა თვითონ უწოდებს უფალი ამას, მე ვარ გზა, მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ ჭეშმარიტება. გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. ეს სამი რამე, რომელიც ჩვენ ფუნდამენტურად გვჭირდება. გზა, რომელიც უნდა გავიაროთ საკუთარ გულში და ამ წუთის სოფელში. სიცოცხლე, რომელიც მარადიული სიცოცხლეა, არა ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელიც ამას ავსებს და შემდეგ მარადიულ სიცოცხლედ გარდაიქცევა და ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც უნდა ჩვენ როგორც კლდეზე ვიდგეთ, რომ აქეთ-იქიდან ვერ შეგვარყიოს ვერანაირმა ამ წუთის სოფლისეულმა სიმართლემ, ჭყალებში, რომელიც აბრმავებს, რომელიც ამუნჯებს და რომელიც აყრუებს ადამიანის სულის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, თუ კი შინაგანად ადამიანი ქრისტეთია მდიდარი, თუ კი მან ამ კაკუნს უპასუხა და გაუღო ქრისტეს და ქრისტესთან ერთად საკუთარი გულის გზის გაკვალვა დაიწყო, მაშინ საფრთხე გარეთ ნაკლები არის. განა ტკივილი არ გექნება ადამიანს. განა ვინმე გეუნება იმას, რომ ვინმე არ გარდაგეცვლება, ვინმე გეუნება იმას, რომ ძიმე დიაგნოზი არ გექნება, აღარ იავადმყოფებს ვითომ ქრისტიანი ადამიანი თუ ამ გზას დაადგება. დიახ, ყველაფერი რასაც ამ წუთის სოფელს უყავით ჩვენ, გუშინ ამას ვიძახდი, რა ვუყავით ხალხო ამ წუთის სოფელს, ამ სამყაროს, რა ვუყავით ერთმანეთში ურთიერთობას, ყველაფერს სადაც ხელი დავადეთ, სადაც კი ხელი მიგვიწვდა, ყველგან შური, ბოღმა, ამპარტავნება, განკითხვა, კოკასაშინა, რაც ადგას იგივე წარმოდინდების, სადაც კი მივედი და ჩვენი პიროვნული ნათითური დავტოვეთ, სადმე ყველგან ალბათ უმეტეს ნაწილში ჩვენს ნათითური არის და რაღაცა უფრო ნეგატიური ძალისა, ვიდრე სიხარულის ძალისა. რა ვუყავით ამ სამყაროს, სადაც პატარა ბავშვები იხოცებიან, რა ვუყავით ამ სამყაროს, რა დღეში ჩავაგდეთ, მე ვგულისხმობ პირველი დაცემის მერე.
არავირჩიეთ სამოთხე, არავირჩიეთ სასუფეველი, არამედ აი ამ კვაზი სამყარო შევქმენით. ვითომ სასუფეველი შევქმენით, იმიტომ რომ ის გვინდოდა სასუფეველი და ახლა აქ დავიწყეთ, ვითომ სასუფევლის შექმნა და არიან ადამიანები, რომლებიც ამას გულისხმობენ, რომ ეს არის თითქოს ეს სამყაროა სასუფეველი. არა, სასუფეველი არის ერთადერთი რა გულში მყოფი სასუფეველი, რომელიც კავშირშია ღმერთთან ყოფნის სასუფეველთან. და ის სასუფეველი ონტოლოგიური მდგომარეობა არის. ის კი არ არის რაღაცა აბსტრაქცია. არამედ გარდაცვალების მერე სულის მდგომარეობა, ის რომელიც ღმერთთან ცხოვრებას გონითი არსება, გონიერი არსება ჩვენში არსებული აგრძელებს გონით სამყაროში იმ თავის ცხოვრებას, ანუ პიროვნება მხოლოდ და მხოლოდ განიძარცვავს აი ამ სხეულს, რომელიც მიწისაგან არის შექმნილი და მიწადვე მიიქცევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთი კვალავს გზას და გავყავართ ისეთი ადგილებით ხალხო, რომელშიც თითქოს ფიქრობ, რომ გაუვალი არის ეს მდგომარეობა და ეს არის საოცარი. ჩიხი რო შეიქმნება უცებ, გასაჭირი რო გაქვს უცებ, რაღაცა ჩაიკეტა თითქოს სივრცე, რაღაცა განსასწრელი უკვე ტკივილია, უკვე რო აღარ შეგიძლია და აქ რომ გულიდან ქრისტე რო გეძახის, აქ რომ გულიდან უგეშინია, აქა ვარ, არ არსებობს ჩიხური მდგომარეობა. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. მისი სიყვარული და მისი მოწყალება ყველაფერს მატს, ყველაფერზე მაღლა დგას, ნებისმიერ ადამიანის დაცემასა და ცოდვაზე მაღლა დგას. ქრისტესთან ერთად კიდევ გეუნებით გაუვალი მდგომარეობა, გაუვალი ადგილებიც კი გასავლელი ხდება. რთული ადვილი არ არის. არავინ არ თქვას, რომ ესე ხელში აგიყვანს ვიღაცა და წაგიყვანს, თუმცა ეს თუ იქნება შენი ცხონებისთვის საჭირო, ჩვენ ეკლესიის ისტორიაში ვიცით ესეთი მაგალითები. როდესაც უმძიმესი ცოდვებიდან ადამიანები წმინდანებად იქცნენ და ცხოველები ემსახურებოდნენ მათ და ღვთის მადლი ყოველდღიურად ასაზრდოებდა მათ. ასეთი უამრავი არის ეკლესიის ისტორიაში. ამიტომ ღვთის მადლი და ძალა ეს არის ამოუცნობი რამ არის. ის სადაც უნდა ქრის, ის ხედავს ადამიანის შინაგანს, ყველა ჩვენთაგანის შინაგანს ხედავს ის. თავარია ჩვენ როგორ ვეხმიანებით, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ იწყინოთ სულიერად, რა თქმა უნდა, ჩვენ სულიერად ბრმანიც ვართ, ხშირად სულიერად ყრუნიც ვართ და ხშირად სულიერად მუნჯებიც ვართ. ჩვენ ღმერთზე საუბარიც კი არ ვიცით. ჩვენ ლოცვაც კი არ ვიცით, ჯერ სიტყვიერი ლოცვისთვისაც კი არ მივიღწევია, არა თუ გონისმიერი ლოცვისა და მერე გულისმიერი ლოცვისა. სადაც ღმერთთან ანუ რეალურ კავშირს გძნობ ადამიანი, სადაც ღმერთთან მართლა სიახლოვეს გძნობ ადამიანი. და როდესაც ჩვენ ასეთ როგორც თქვით, აი თუ კი ჩვენ აი ამ ქრისტე იქნება ჩვენთვის აი ამ სიმძიმისა და გაუვალი გზების წინამძღოლი საკუთარ გულშიც და წუთისოფელშიც. შემდეგ ხალხო როგორ ხდება იცით? თქვენ ხდებით სამაგალითო ადამიანები. ვისთვის იცით? თქვენ გვერდში მყოფი ადამიანებისთვის. აი ეს უნდა ქრისტეს რომ ადამიანები რომელთა მაგალითითაც სხვა ადამიანები გაიზრდებიან. გვეუბნება რომ ადამიანო მომეცი შენი გული, რომ გაგატარო ეს გზები, გაგატარო ეს სიძნელეები, რომ მე რა მინდა იცი, რომ შენ მერე არა მხოლოდ შენ გაცხონო, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც იყოს მაგალითი იმისა, როგორ უნდა ენდო ადამიანი იმ რთულ გულის მდგომარეობის მიუხედავად და გარეთ წუთისოფელში მძიმე ჩიხური მდგომარეობის მიუხედავად, როგორ შეიძლება ქრისტეს ენდო და ქრისტესთან ერთად დაძლიო ეს სიმძიმე და ტკივილები. ქრისტიანებს ამას გვეუბნება უფალი, ეკლესიაში მოსულ ადამიანებს, რომ ძმებო, დებო, შვილებო, იქეცით მორწმუნე ადამიანებისგან ქრისტიან ადამიანებად, მომეცით თქვენი გული, გამიღეთ თქვენი გული. ჩემთვის ქრისტესთვის გააღეთ ეს გული, რომ მე მას ისეთ რაღაცას გაუკეთებ პირობითად, რა თქმა უნდა ხა მე იმაში ისეთ რაღაცას გაუკეთებს ქრისტე ამ შენს გულს და შენი გულიდან გამომდინარე კი შენს გარშემო ყველაფერს ცხოვრებას, რომ
შენთვისაც ხო ბედნიერების წყარო იქნება და ბედნიერების მომტანი იქნება და ამავე დროს შენს ოჯახში და შენს გარშემოც უამრავ ადამიანთან იქნება ეს. გასწავლის ტკივილები როგორ გადაიტანო, გასწავლის განსაცდელები როგორ გადაიტანო, მიუხედავად ამ სიმძიმისა, როგორ შეიძლება მართლა გულის მიერად სიხარულიც კი კონდეს, როგორ შეიძლება თან ბედნიერიც კი იყოს, შემოგხედოს ადამიანმა თქვას, რომ ამას თავზე ენგრევა ყველაფერი რა ხარებს გამაგებინეთ და შენ იცი რაც გახარებს. შენ იცი რა სიხარულზეა აქ საუბარი. და ეს უნდა ქრისტეს რომ მისმა მისტიურმა სხეულმა, ეკლესიამ და მისმა წევრებმა მიიღონ, დაიტიონ და შემდეგ გასცენ, რომ ისინი მაგალითები გახდნენ, დამიჯერეთ, შეიძლება საერთოდ ხმის ამოღებაც კი არ დაგჭირდეთ, ღმერთმა თქვენით იმხელა სასწაულები შეიძლება მოახდინოს, იმიტომ რომ თავარი სასწაული უკვე მას მოხდენილი ექნება თქვენს გულში, იმიტომ რომ შენი გული რო ასეთი იყო და ეხლა ასეთია, ხვდები რომ ეს უდიდესი სასწაულია. შეუძლებელი იყო შენი ძალისხმევით ეს გული შეგეცვალა, იმიტომ რომ დაფიქრდით, აბა ერთი უმნიშვნელო ცუდი ჩვევა მაინც რო გინდა რომ ადამიანმა შეცვალო, ამისი უნარიც კი არ აქვს. მაგრამ ღმერთთან ერთად, ქრისტესთან ერთად, ვის გამოც ადამიანს შეუძლია რომ შეიცვალოს, აი მასთან ერთად უკვე ადამიანი საოცრად იცვლება. აი ღვთის წინაშე შენდობას ვითხოვ, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ ქრისტე ამაზე ჩვენ გვეხვეწება უბრალოდ. ყოველი წირვის, აი ყოველი ჩვენი ეკლესიაში მოსვლა წარმოიდგინეთ, რომ ამბიონზე მაცხოვარი გამოდის და გეუბნება, რომ ამისთვის დაგიძახეთ მე თქვენ. ამისთვის გეძახით მუდმივად თქვენ, რომ იქეცით ქრისტიანებად. ნუ ხართ ბრმა, ნუ მოირგეთ ეს ბრმობა. დამსი ბრმავის მიუხედავად, ნუ ფიქრობთ, რომ ისე იგი ბრმა არის ადამიანი. ვერ ხედავს ქრისტეს, არ შეუძლია დანახვა, მაგრამ არც უნდა რომ ამისგან განიკურნოს. არ მინდა ყრუ იყვეთ, არ მინდა მუნჯები იყვეთ. აი, უფალი ამისთვის გვეძახის ჩვენ აქ, ჩემი თამადობით და ყველას, რომ იქეცით იმ მისტიური ჩემი სხეულის ცოცხალ ნაწილებად, განა ეს მკვდარ აგურებად, რომლითაც ეს ტაძარია აშენებული. და არა იმ მკვდარ დუღაბად, რომელიც მასშია გამოყენებული, არამედ ცოცხალ აგურებად, რომელსაც სულიერი ცხოვრება დუღაბივით გვაკავშირებს ერთმანეთზე, როგორც აგურებს. აგური, სულიერი მადლი და შემდეგ მეორე აგური, ანუ მორწმუნე ქრისტიანი, ისე იგი მადლი და შემდეგი ქრისტიანი და ეს ქმნის მერე აი ამ მისტიურ სხეულს, რომელსაც ეკლესია ქვია. მაგრამ ჩვენ რა ვქენით? ჩვენ ისე იგი დავკმაყოფილდით ამით. აი ამ ცივი კედლებით. მიუხედავად იმისა, რომ სული ათბობს ამას, მაინც ცივია, მიადეთ ხელი, კედელი ცივია მაინც. ერთადერთი ყველაზე მთავარი ტაძარი, რომელიც არის, ეს არის ადამიანის გული. და ადამიანის სულის მდგომარეობა და ჩვენ როდესაც ერთად ვიკრიბებით, მერე ჩვენ ქმნით აი ამ მისტიურ სხეულს, რომლის გარშემოც ეკლესიის თუნდაც ცივი კედლებია აშენებული, რომელიც ჩვენ გვიცავს პირველ რიგში ევქარისტიულ მსახურებას და ჩვენი ევქარისტიაში ერთობას იცავს აი ეს კედლები, რომ ამ წუთის სოფლისეულმა სიბოროტემ ის რაც არის არ ავნოს ადამიანებს, მაგრამ ჩვენ პირიქით გადავეთ, ანუ მთავარი მიზეზთა მიზეზები მივატოვეთ, რისთვისაც ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და დავიწყეთ მეორე ხარისხოვნების, ის რაც მერე შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ჩვენი ერთობისა, საშუალება უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ სხეულად ვიქცეთ ქრისტესი. წმინდა ევქარისტიის დროს რა საოცარი არის. მღვდელი როდესაც ლოცულობს, რას ამბობს, იცით, როდესაც წმინდა ზღვენზე ლოცულობს, ასეთ რამეს ამბობს, გარდამოავლინე სული შენი წმინდაი ჩვენ ზედა, ანუ ჯერ ჩვენ გვაქციე შენ ეკლესია და სხეულად და მერე წინამდებარეთ ამათ ზღვენთა ზედა, რომ ეს ქრისტეს სხეულის მიმღებები ამ ერთობაში მოვიდეთ ქრისტესთან. მაგრამ ჩვენ ეს სიყვარული არ გაგვაჩნია.
არ გვაქვს ჩვენ, აი ამის განცდა არ გვაქვს ჩვენ, ერთმანეთთანაც არ გვაქვს. და როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობას გაიხსენებთ ხოლმე, გაგთხოვთ ეს დღეს რაც თქვი ეს მეტაფორული გამოთქმა, ეს გაიხსენეთ ხოლმე. აბა უცებ წარმოიდგინეთ, რომ ეს კედლები არ არის და ჩვენა ვართ ეკლესია. სინამდვილეში ჩვენ ვართ ეკლესია და უფალი გეუნება. აი გვერდიგვერდ ხოდ გეხართ ეხლა ორნი, ხოდ გახართ გვერდიგვერდ. ანუ ეკლესია არის შენ თქვენ შორის სულიწმინდის მადლი, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებდა თქვენ. შემდეგ კიდე სულიწმინდის მადლი და მეორე, ანუ პიროვნებათა შორის სულიწმინდის მადლით, ანუ იმ ნიჭებით, რომელიც წმინდა წერილისეული არის, ოდესაც ადამიანები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. აი ეს არის ნამდვილი ეკლესია, რის გამოც დანარჩენი ყველაფერი ხდება. ჩვენ ამათ უნდა ვიქცეთ, საქმე ეს არის, მაგრამ ჩვენ დაფიქრდით, აბა რის გამო მოვდივართ ტაძარში. რა არის ჩვენი მოსვლის მიზეზი და აღმოაჩენთ გულში ჩაიხედეთ გულწრფელად, რომ არც სიბრმავისაგან ვართ განკურნებული, არც ისე იგი სიყრუისაგან ვართ განკურნებული და არც სიმუნჯისაგან არა ვართ. ეს სულიერი, ეს ყველაფერი ჩვენში ხდება. ვერ ხედავთ, როგორ გითხრათ, ამ კედლების იქით ვერ ხედავთ იმ თავარ მნიშვნელოვანს, რის გამოც ეს კედლებია, წმინდა კედლებია აგებული, რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ ეკლესიად. ბოლოს დავასრულებ ერთი ძალიან ისეთი სახასიათო პატერიკიდან ამონარიდით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ასეთი რამ არის მოთხრობილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნამდვილი ამბავი, არამედ ეს არის მეტაფორული გადმოცემა, რომ დღეს რაზეც ვილაპარაკეთ, აი ამის შინაარსს მივხვდეთ უბრალოდ. ანუ სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე, ხო? აი ასეთი რაღაც ხდება. წარსდგება ღვთის წინაშე, სასუფევლის კართან, წარსდგება მღვდელმთავარი, ანუ მაღალი იერარქიის წარმომადგენელი და დგას ამ კარში ერთი ადამიანი და ეუბნება, რომ ქრისტეს იცნობო? ესეუნება, რას ამბობ, როგორ არ ვიცნობო, კაცო, ვიცნობო ყველა, ანუ ძალიან კარგად ვიცნობო მე მას, მის გამო ისე იგი რაღაცები ავაშენე, მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი, იმას ვაკეთებდი, ამას გაკეთებდი, ამას, ჩამოუთვალა, რაც კი გარეგნული შეიძლება პასუხისგებლობა, მოკლედ ესე და ნუ მოკლედ მან უთხრა, კარგიო, გასაგებია და ცოტა ხანი გვერდით დადექი და დაგველოდეთ. მოვიდა სამღვდელო პირი, ისი მასაც შეეკითხა, შენ იცნობო ქრისტეს? ნუ ამანაც მე ჩემზე რო წარმოვიდგინოთ, ამდენ სოფელში ვიყავი, იმდენ სოფელში, ამდენი წესი ავაგე, ის ავაგე, ხალხს ვემსახურებოდი, ასე ისე, მოკლედ ჩამოუთვალა ბევრი რაღაცები, სოფელში ტაძარი არ იყო და ტაძარი გავხსენით, ერთი ამბავი, მოკლედ აქეთ-იქით წირვებს ვატარებდი, ესე ისე, კარგი, მადლობა და შენც გვერდით მოკლედ მიბრძანდიო, აქეთ დადექიო გვერდითო, შენც მოიცადეო დროებით. მივიდა მონაზონსაც ეკითხება, იცნობო შენ ქრისტესო? როგორ არ ვიცნობო, მე თუ არ ვიცნობ, აბა ვინ უნდა იცნობდესო, იმიტომ რომ აგერ მონასტერი, ისე იგი არაფერი იყო, ნანგრევები იყო მონასტერი და ამხელა მონასტერი ავაშენეთ, მოკლედ სართულები ისინი, მოკლედ, ნუ აღარ ჩამოვთვლი ახლა, არ მინდა რომ რაღაც ისეთი გამოდგეს ესო ვიღაცას ძიმეთ მოესმეს, მაგრამ ნუ ზოგადად რა, რაც ხდება დღეს ამას გულისხმობ, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, ის რაღაცები, უთხრა, ხო, კარგია, ღამე დილით ადრე ვდგები, იმაზე, ამაზე მსახურება გვაქვს, ისა ყველაფერი, მოკლედ რაღაც. კარგით, მოკლედო, დროებით თქვენც აქეთ დაიცადეთ. ეხლა მივიდა თეოლოგი. ხო, თეოლოგი, ან თეოლოგიური განათლების მქონე და ეუბნება, რომ აბა შენო იცნობო ქრისტესო და ეს მოკლედ ეს თეოლოგი ეუბნება, რომ რას ამბობო კაცო, მე 30 წელია მაგაზე ვლაპარაკობ, მეტი კი არაფერი მიკეთებია, ვისწავლეო მთელი ამბავი და სახარებაზე პირად ვიცი, ისზე პირად, მოკლედ ისე იგი
თეოლოგიური საკითხები, დოგმატური საკითხები, ეკლესიოლოგიური საკითხები და მოკლედ კანონიკური სამართალი, ყველაფერი, მოკლედ მე ისე იგი ამ 30 წელია და მეტია, მაგის მეტი არაფერი არ მიკეთებია, სულ მასზე საუბრობდიო. ნუ მოკლედ დღე შენც ცოტა ხანი მოიცადე ვაკეთ და მიდის ბოლოს ერთი უბრალო ადამიანი, ეს თქვენთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ახლა მეგეუბნები. მოხუცი ერთი უბრალო ადამიანი. ძალიან მოხუცი ესეთი, ანუ დიდი ხნის მრევლი, მორწმუნე არა, ქრისტიანი. იქცა ქრისტიანად. ხო და როდესაც წარსდგა, მასაც ეკითხება, შენო იცნობო ქრისტესო? დავარდება ეს ადამიანი მუხლებზე და ეუბნება, რას ამბობო უფალო, შენო როგორ არ გიცნობო? ანუ ის იდგა, ქრისტე იდგა წინ და მას ვერ ცნობდნენ. ანუ ამ ადამიანმა იცნო, დაიჩოქა, რას ამბობო კაც, როგორ არ გიცნობო, შენ როგორ არ შეიძლება არ გიცნობდეო, მოგერ მთელი ცხოვრებაო შენ გეძებდი და რო გიპოვე ჩემს სიხარულსო, საზღვარი არ ქონდა. აი რამხელა მნიშვნელობის, ხო თითქოს რაღაცა ისეთი ის არ, მაგრამ რამხელა მნიშვნელობის, რაზეც ახლა მე გესაუბრეთ, აი ეს არის გვირგვინი ამ ყველაფრის. გამიგეთ, რომ შეიძლება თურმე აღარ ვიტყვი ბევრ ამას, ხო? თურმე შეიძლება ესეც ხდებოდეს. და ისმის კითხვა, დაუსვით თქვენ თავს კითხვა, თქვენს გულში ჩაიხედეთ, აბა. ის იმ ქალს ისე კია უბრალო იმას, რაც ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, იმაში კი არ არის, რომ ახლა მე უბრალო დავდივარ, ტაძარში მივდივარ, არა. ის ეძებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ისე პირობითად მინდა კითხოთ ერთი რამე, თქვენ რომ ჩვენ რო წავსდგებით ღვთის წინაშე, ხა ქრისტე ხო განკაცებულია? ხო განკაცებული იყო. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა უამრავი სახე არის ხატებზე. იმ ქრისტეს ძიება სასუფეველში ხატების იმითი უნდა ეძებოთ? როგორ ფიქრობთ, ითი უნდა იცნოთ? შენ ხატებზე მყავ ხარ დანახული, ესე? და თქვენ ფიქრობთ, ამით იცნობთ მას? დაუკვირდით, რითი შეიძლება იცნოთ? იქნებ, წარმოიდგინეთ უბრალოდ, აი ძალიან ისეთ რაღაცას გეტყვით, მაგრამ იქნებ რამდენჯერ თქვენ გვერდზე ჩაიარა. რა უშლის ღმერთს, რომ დედამიწაზე მოვიდეს და უამრავი ასეთი შემთხვევა ყოფილა, რომ ვიღაცასთან დასახმარებლად და მე მოგიყევით ადრე აღარ გავგრძელდები ერთმა სასულიერო პირმა რო ნახა, ანუ ადამიანი, რომელიც მის სახლთან იყო დავარდნილი, ანუ მთხოვნელი. და რო შევიდა და პატარა საჭმელი გამოუტანა და ამ ადამიანმა თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ შევიდა ეს. სახლში რო დაჯდა და დაფიქრდა, აიმე დედაო, გამოვიდა და აღარ იყო. და დღეს ის ადამიანი ამბობს, რომ ისო მაცხოვარი იყო. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მისი ინტერპრეტაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველას, ჩვენთაგანს ყავს აი ეს შინაგანი, როგორ გითხრათ, იცი, აი გულისმიერი მდგომარეობით, რომლითაც ჩვენ ქრისტეს ვიცნობთ, ვიცი. შეუძლებელია არ ვიცნო, ეს უნდა გქონდეს ადამიანს გულში და თქვენ ფიქრობთ, რომ ვიცნობთ. ნუ გაქვთ, ანუ წუთისოფლისეული ადამიანური ურთიერთობიდან გამომდინარე, ნუ აგაქვთ ეს ამის პროექცია ზეცაში ნუ აკეთებთ. სულ არის ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემა მისი. არ ეწყინოს არავის, მაგრამ ამდენი გინდა სანთელი ანთე მაცხოვრის ხატის წინ, ეს კარგია, მნიშვნელოვანია. და რამდენიც არ გინდა ანთე ამ წმინდანების, უდიდესი ჩვენი წმინდანების, რომლებიც გამოხატულნი არიან წმინდა ხატებზე, სულით არის მდგომარეობა. წეღარ აგითხარით, როგორ არის ადამიანთა შორის ეკლესია, რა შეადგენს? მისტიური ეკლესია მით უმეტეს ესე არის. პიროვნება, მადლი პიროვნებათა შორის ქრისტეა შუაში, ქრისტეს მადლია, აქვეც ესე უნდა იყოს, რომ ჩვენ უნარი გქონდეს გავარჩიოთ, რომ უფალო როგორ არ გიცნობ. გული იცნობს ამას, სული იცნობს ამას, ფიზიკური თვალი ვერ იცნობს და ვერ დაინახავს. ნუ აგაქვთ ამის თქმა მინდა ეს პროექცია ზემოთო, ახლა შე რო იცნობ, ხან ადამიანს ვერ ცნობ, ადამიანი 2 წელი ან 3 წელი რო ვერ ნახავ, როგორ შეცვლილ ხარო. ძალიან ახლა ისეთი დავამდაბლეთ ეს საუბარი მიწიერ მდგომარეობამდე, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს მომენტი თქვენთვის, რომ ანუ ის სადაც აქ ნახეთ
რო ეზიარები ადამიანი, წარმოიდგინეთ მაცხოვრის სისხლსა და ხორცი, ანუ მის აღდგომილ სხეულს ეზიარები. აი ცნობა სად უნდა იყოს. ხატებზე კი არა და სურათებით კი არა და ფოტოებით კი არა. არამედ წმინდა ზიარებით, რომ ის რო გულს შეეხო, ისეთი რამ მოხდა ჩემს გულში, რომ იგივე მოხდება ხალხო თქვენს გულში, როდესაც ქრისტეს წინაშე დადგებით. აი რა ვერ იცნეს იმ ადამიანებმა, რო ჩამოგითვალეთ წეღან. დადგნენ ქრისტეს წინაშე, მაგრამ მათ რომ ცხოვრებაში სულით შეხვედრა ქონოდათ ქრისტესთან, ისინი იმ წუთში იგრძნობდნენ, კი შენ ახარ, იმიტომ რომ იგივეს გძნობ, რასაც გძნობდი მაგალითად რო ვწირავდი, რასაც გძნობდი, როდესაც მე შენ გხვდებოდი, როდესაც ვეზიარებოდი. როდესაც შენი მადლი მოდიოდა, ჩემი გული ისეთ მდგომარეობაში მოდიოდა, ახლაც როდესაც პირისპირ შეგხვდი შენ, ჩემს გულში ხდება იგივე. ამიტომ გიცნობ, სხვაგან არასოდეს დამართვნია მე ესეთი რამე, იმიტომ რომ შენ ხარ ის, ვისაც ამ გულის შეცვლა შეუძლია. აი რითი უნდა იცნო მაცხოვარი. და ამ მოხუცმა ქალმა მაგით იცნო. სახით კი არ იცნო, იმითი რა ქვია, ნაკვთებით ან იმითი ან ამითი, ან თმის მოყვანილობით ან წვერულვაშით. თორე ეს ადამიანური იმის გადატანა არის მაცხოვრის იმაზე პირდაპირი გაგებით. არამედ მან იცნო იგი ყველაზე მთავარი იმ სულის მდგომარეობით, რომელიც მასში აღიძრა, როდესაც ის ქრისტეს წინაშე აღმოჩნდა. და სამწუხაროდ ეს ვერ განიცადეს მათ, ვინც 30 წელია და მეტია მასზე საუბრობდა. დადიოდა 1000 გვარ შეხვედრებზე, იმაზე, ამაზე ჩანაწერები, ქადაგება, ეს უამრავ რაღაცა შეიძლება აკეთებდნენ, მაგრამ ისმის კითხვა ერთ-ერთზე რო დარჩები ღმერთთან, ქრისტესთან რო ერთ-ერთზე დარჩები, იცნობ მას. და აი მე როგორც გითხარით, შეიძლება ადამიანი არა მხოლოდ საუბრობდეს მასზე, არამედ ეკლესიის წიაღში მსახურობდეს და მსახურობდეს ძალიან მაღალ მსახურების მოწოდებულ მსახურებაზე. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ იმას კი არ ვიძახით, რომ ვიღაცა ცუდია და ვიღაცა კარგია, არა, ეს არის აი ეს სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე, რომელიც უნდა განიკურნოს, რომ ჩვენ შევძლოთ სულის თვალით, გულის ყურით და ენით, რომელიც ღმერთს განადიდებს, ამითი ცნობა ქრისტეს და არა ამ ფიზიკური თვალით. ქრისტემ ამიტომ აუხილა მას თვალი. დაასდევდნენ ისინი უფალო, მაგრამ ნახეთ როგორ არის, სხვა შემთხვევაში როგორ არის, თავში ეუნებიან ძეო დავითისო და თვალი რო ეხილებად, მაშინ ეუნებიან, შენ ხარ ქრისტე ძე ცხოველისა, ძე ღვთისა ცხოველისა. ნახეთ, მანამდე დავითის ძეს ეძახდნენ. ეს ერთია, მაგრამ ძველი აღთქმისეულად ეძებდნენ, ანუ ძეო დავითისო შეგვიწყალენ ჩვენ, მაგრამ თვალი რო ეხილათ, სულის თვალი პირველ რიგში რო ეხილათ, ქრისტე დაინახეს მთელი მისი აი იმ ისე იგი მდგომარეობით, რომელიც ადამიანის თვალს, სულიერ თვალს შეუძლია რომ დაიტიოს. აი რა საოცარი არის ჩვენი ქრისტიანობა. რა საოცარი არის და აი ეს არის ეს გზა. თუ ქრისტეს აი ამ გზაზე დავადგებით, მაშინ კი ამ უვალ გზებსაც გადავლახავთ, გულის უვალ გზებსაც. და ეს წუთისოფელიძე ვერასოდეს ვერ დაგამარცხებთ და ყოველთვის გექნებათ საბაბი, რაც არ უნდა ტკივილი ქონდეთ, საბაბი გექნებათ სიხარულისაც, ბედნიერებისაც, წინსვლისას და ყველაფრისაც. და არ ვიქნებით ესე, ცხვირ ჩამოშვებულები, თვალებ ჩამოყრილები, ამ წუთისოფლისაგან გატანჯულები და ამ წუთისოფლის სულისაგან გაქელილები. როგორათაც ხშირად ქრისტიანი ადამიანები გამოიყურებიან იმის გამო, რომ მათ გულში არ არის ის, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ღმერთმა მოგცეს ამისი ძალა ყველას, რომ შევძლოთ, ვეძებოთ მაინც. აი, რა მინდა გითხრათ, ის ბოლოს როდის თქვით ეს ახსარებაშიც კი არ იძახით ამას. ეს აღარ გვტკივა, მიხვდით? არ გვტკივა ჩვენ, რომ ღმერთს ვერ ვხედავთ, გამიგეთ?
არ გვტკივა რომ ანუ აღსარებაში რას უძაიძახს მამაო ვილოცე უგრძნობათ ვილოცე საერთოდ ვილოცე რომ ანუ ჯერ ხო ვერ ლოცულობ საერთოდ და რო ვილოცე საერთოდ არაფერი განცდა არ მაქვს წლებია ვლოცულობ და არანაირი განცდა არ მაქვს ეს კი არ არის რომ განცდა ვეძებოთ რაღაცა არამედ განცდას კი არ ვეძებ არამედ ისე იგი ტკივილი მაქვს ამისი რომ ღმერთთან ურთიერთობაში ვერ შევდივარ ისე როგორათაც ქრისტიანი ამაზე არც კი ვწუხვართ ჩვენ მაგრამ რაზე ვწუხვართ გამოგიტანთ ახსარებებს ახლა და განახებ რომელია მათში სულიერი რამე რომელზეც თქვენ სულიერზე წუხხართ 5% არ არის 5% არ არის იმან ეს მითხრა, იმას ეს უთხარი, იმან დამიბღვირა, ამან ასე ღმერთს ქრისტეს ვერ იცნო დამიჯერეთ ამ სული ამ სარწმუნოებრივი მორწმუნე ცხოვრებით დამიჯერეთ ეს არ გამოვა აქაც არ გამოვა აქაც არ გექნება სიხარული ხალხო აქაც სიხარულს მოაკლდები და მარადიულობაში ვინ იცის რა იქნება ტკივილში და განსასწრელში ნაშობ ქრისტეს სიყვარულს გისურვებთ თქვენ ყველას და მის ხილვას დაანახვას ნუგეშს მისას რომელიც საღვთო მადლი ანიჭებს ყველა ადამიანს დალოცვილი დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ღმერთო